საღამო მშვიდობის მოგესალმებით. ნერვული სისტემის რეაქცია სტრესზე, ეს იქნება დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა. რატომ ცხოვრობთ გადარჩენის რეჟიმში და როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან. რამდენ ადამიანს გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ სხეული გაქვთ დაძაბული და თითქოს ვერ ახერხებთ მოდუნებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაქვთ კიდეც იმის დრო და საშუალება, რომ მოდუნდეთ და ისვენოთ, მაგრამ გონება მუდმივად მუშაობს და თითქოს უნდა რომ ყველაფერი გააკონტროლოს, ვერ ახერხებს მოდუნებას. ანუ ხშირად მოდიან ადამიანები ამ შეკითხვით და ამ საკითხთან დაკავშირებით სურთ მუშაობა და გადავწყვიტე, რომ დღეს ამ თემაზე მესაუბრა. ესე იგი, მუდმივად დაძაბულობის განცდა, როდესაც აქვს ადამიანს ძლიერი კონტროლის სურვილი, ანუ აკონტროლოს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად შეგრძნება იმის, რომ დაღლილია, ვერ ისვენებს. ეს არის ყოველი მეორე ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, ნორმალურ ბრჭყალებში ჩავსვავ, რა თქმა უნდა, თითქმის დღევანდელ დღეს და დღევანდელ საზოგადოებაში. ასევე ჩვენ რო შევხედოთ გარედან, ხო, თითქოს ეს ნორმალურია, ადამიანი მუშაობს, პასუხისმგებლობის შეგრძნებები აქვს, აკეთებს თავის საქმეს, ყოველდღიურად საქმიანობს, მაგრამ შინაგანად დისკომფორტშია. არ გრძნობს თავს კარგად და ბედნიერად. იცით რა ხდება? ესეთი ადამიანები გაუცნობიერებლად იმყოფებიან, ანუ ცხოვრობენ გადარჩენის რეჟიმში. რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს ადამიანს არ შეუძლია მოდუნება და ამის მიზეზი არის გამომწვევი მიზეზი არის სტრესული მდგომარეობა, დღევანდელი სტრესული მდგომარეობა, რაც უკვე არც თუ ისე იშვიათია და ამ დროს ირთვება ბიოლოგიური მექანიზმი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები სუსტები არიან, უბრალოდ პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ეს სტილი, ცხოვრების ეს სტილი, ანუ ეს რეჟიმი ძალიან დიდხანს გაგრძელდება და გადაიქცევა ადამიანის ცხოვრების სტილად. ანუ დღეს ვისაუბროთ, როგორ მუშაობს ჩვენი ნერვული სისტემა, როცა ადამიანი ცხოვრობს გადარჩენის რეჟიმში და როგორ დავიბრუნოთ უსაფრთხოების განცდა და გადავიდეთ ცხოვრების თავისუფალ რიტმში და კიდევ უფრო მეტიც შემოქმედებითობის რეჟიმში. გადარჩენის რეჟიმით, ანუ გადარჩენის პრინციპით ცხოვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ძირითადად იმართება ისეთი ემოციებით, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. და ეს ძირითადი ემოცია არის შიში. ანუ ის ცხოვრობს და მოქმედებს შიშის განცდით. თუმცა ეს შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი. ასეთ დროს ადამიანის მთავარი მიზანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განვითარება, თვითრეალიზაცია, უბრალოდ მისი მამოძრავებელი ძალა ეხლა არის შიში და მთავარია გადარჩეს. ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ ეს სიტყვა, მაგრამ მე მინდა კარგად მომისმინოთ და ავხსნი ამას. რას ნიშნავს იცით ეს? ადამიანი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და ეს სტრესული მდგომარეობა წესით უნდა გადაილახოს. ძალიან გარკვეული პერიოდის მერე უნდა დამთავრდეს, რაც არ უნდა სტრესული სიტუაცია იყოს. მაგრამ სხეულმა დაიმახსოვრა ეს მდგომარეობა, დაიძაბა, იმიტომ რომ დიდხანს გაგრძელდა სტრესში ყოფნა და აღარ უნდა აქედან გამოსვლა. ეხლა რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, როგორ მოხდება ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც რაღაცა ისეთი სასწაული უნდა მოხდეს, ან კატასტროფა, ან რა ვიცი, ტრაგიკული რამე. თუმცა ესენი ხდება ხოლმე.
აი ელემენტარულად ეხლა ძალიან ხშირია ფინანსური პრობლემები, თუნდაც ტოქსიკური ურთიერთობები. ძალიან ხშირად არის ეს პრობლემა ემიგრაციაში, ვინც არის იმ ადამიანებშიც და ვერ გამოდის ფაქტიურად ამ სტრესული მდგომარეობიდან და იძულებულია ნერვული სისტემა იცხოვროს დაცვის რეჟიმში. ანუ ტვინისის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ემოციურ სიამოვნებაზე, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე, ბედნიერებაზე, მაგალითად კრეატიულობაზე, შემოქმედებითობაზე, გეგმების დასახვაზე, აი ეს არის პასიურ მდგომარეობაში. ანუ ნაკლებად აქტიურია. ანუ ამ დროს გადარჩენის რეჟიმში ყოფი ადამიანის სხეული განიცდის საფრთხეს. ანუ ადამიანი აღიქვავს ყველაფერს საფრთხედ და ცხოვრებაც კი საფრთხედ შეიძლება მოეჩვენოს. თვითონ ცხოვრება იძახის, აი რა არის ეს უაზრობა, სისულელეა, ერთ და იგივეს ვაკეთებ, მაინც არაფერი არ გამოდის, ეს ცხოვრება ესეთია. იცით რა ხდება ამ დროს? ამ დროს აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც არის ნერვული სისტემის ავტონომიური ნაწილი. და სწორედ ეს ნაწილი არის პასუხისმგებელი ისეთ რეაქციებზე, ინსტინქტურადაც რომ ირთვება, მაგალითად გაქცევა, შებრძოლება ან გაშეშება. აი ერთ ადგილზე გაყინვა პროსტორად. საქმე იმაშია, რომ სხეული, თუ ვისაუბრეთ ბევრი ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ, რომ სხეული ეჩვევა ასეთ მდგომარეობაში ყოფნას, ანუ ნეირონული ქსელი იქნება წლების განმავლობაში, როდესაც გრძელდება ეს პროცესი. ანუ სტრესში ყოფნას ეჩვევა სხეული, უფრო მარტივად რო ვთქვათ, და შემდეგ უკვე, როდესაც გონია, რომ სტრესული მდგომარეობა აღარ არის, ყველაფერმა ჩაიარა, უკვე ამ სხეულისთვის მნიშვნელობა არ აქვს. არის საშიშროება, არ არის საშიშროება, ტვინი ამ ყველაფერს აღიქვავს საფრთხედ და შესაბამისად სხეულს უგზავნის საფრთხის უпростоრად გამაფრთხილებელ სიგნალს აფრთხილებს. სხეული ცდილობს დაიცვას თავი, თავდაცვისთვის ემზადება და აი ამ დროს ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ადამიანში იწყება ფიზიოლოგიური ცვლილებები. მე ამას ჩვენ ნევროზებს ვეძახით და არ არის ასურველი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პანიკური შეტევებიც. ამ დროს რა ხდება და გულისცემა მატულობს, ანუ პულსი არის აჩქარებული. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს გამოწვეულია, იმიტომ რომ კუნთები მთლიანად იძაბება, განსაკუთრებით დააკვირდით, როდესაც ხდება ესეთი სიტუაციები, ჯერ ესეთი მთელი სხეული დაჭიმულია, მთლიანად არის დაჭიმული, მაგრამ ზოგს აქვს მუდმივად კისრის და ზურგის კუნთები დაჭიმული. შესაბამისად, სუნთქვა ძნელდება. სინამდვილეში არ როგორ არის ჰაერის უკმარისობა მაქვს ძალიან ბევრჯერ მსმენია, მაგრამ ეს ჰაერის უკმარისობა კი არ არის, მიდიან ექიმთან, ყველაფერი ნორმაშია, გული ნორმაშია, მაგრამ გონია ადამიანს, რომ ჰაერი არ მიეწოდება ფილტვებს, იმიტომ რომ ეს ერთგვარი სპაზმია. ამ მდგომარეობით გამოწვეული, ხო? ასეთ დროს კიდევ ადამიანებს ხშირად აქვთ ხოლმე თავის ტკივილები და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირთვება მთლიანი ორგანიზმი ირთვება და საჭმლის მომნელებელი სისტემა, განსაკუთრებით ამაზეც აისახება ხოლმე, შესაძლოა კუჭის ტკივილებიც იყოს და არა მარტო ტკივილი. ეს საჭმლის მომნელების სისტემაც მთლიანად არის ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ადამიანი არის უენერგიოდ, აკეთებს რაღაცას, მაგრამ ძალა არ ყოფნის, უხასიათოდ, ღელავს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ დაღლილია. შეიძლება ადამიანი ასეთ დროს დილიდანვე მან გაიღვიძოს დაღლილმა.
შფოთვა ეწება, შემდეგ არის გაღიზიანებული. უმიზეზოდ, აი ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიძლება კონდეს ტირილის სურვილი, მალე გამოვიდეს მდგომარეობიდან, ანუ ადვილად გამოვიდეს, ადვილად დაიწყოს ეს იყოს ისეთ ხასიათზე, რომ ან იტიროს, იყვიროს, თავდაცვა, რაც წეგან გითხარით, ხო, თავდაცვა, ან აგრესია წამოვიდეს. დააკვირდით ასევე მდგომარეობას თუ თქვენ ადრე მაგალითად სიამოვნებდათ, აი რაღაცა რაც სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს ადრე, ეხლა საერთოდ აღარ ანიჭებს სიამოვნებას. ასევე ის ურთიერთობებში მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თუ ნუ არ ვიცი, სოციალთან ურთიერთობის დროს ძალიან ღიზიანდება. ან საერთოდ აღარ აქვს სურვილი ურთიერთობის, იმიტომ რომ იღლება, რეალურად მართლა იღლება, მალე იღლება ძალიან. და ურჩევნია მე თავდაცვის მიზნით დარჩეს სახლში, არ წავიდეს, თუ აქ ამის შესაძლებლობა და აღარ კონდეს ურთიერთობა ადამიანებთან. ნახეთ, ერთი მხრივ ამით მას სურს რომ დაისვენოს, და მშვიდად იყოს, მაგრამ გონება ამ დროს მაინც არ ისვენებს. პირველი ჯერ ფიქრობს იმაზე, რომ აი რატომ ვარ ესე, წინააღმდეგობაში მოდის თავის სხეულთან, ებრძვის თავის საკუთარ თავს და მე ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ადამიანები იძახიან, რომ აი ჩემ საკუთარ თავთან ბრძოლა მაქვს გაჩაღებული. სინამდვილეში არანაირი ბრძოლა არ არის მოგებული, იმიტომ რომ ვის ებრძვის საკუთარ თავს ებრძვი, რომელი გაიმარჯვებს, ისიც ხო საკუთარი თავია, ისიც ხო შენი შინაგანი მია, ესეც შენ ხარ, ისიც შენ ხარ, ასე რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. თავიდანვე გეტყვით. თუმცა ბოლოსში, როდესაც მორჩები საუბარს, აუცილებლად გეტყვით იმ გზებს, როგორ განთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან. ხო, ეწყება შინაგანი ბრძოლა, ერთი სიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ განმარტოვებულია, მარტო რჩება დაერიდება უკვე ადამიანებთან ურთიერთობებს, იმიტომ რომ რეალურად იღლება და ენერგია არ ყოფნის, მაინც ვერ ისვენებს. გონებაში 1000 აზრი გარბის, გამორბის, აი ეს ყველაფერი არის ფიქრები, რა თქმა უნდა, აი ფიქრით იწყება ყველაფერი და ფიქრები ესე ვიტყოდი, რომ ართულებს საქმეს, არასწორი ფიქრები, რა თქმა უნდა, თორე ფიქრის გაჩერება შეუძლებელია. ნუ სხეული არის ძალიან დაღლილი ამ დროს. რა თქმა უნდა, ეს აისახება ასევე ადამიანის ძილზეც და როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ნორმალურად დაძინებას, ან თუ აკლია ძილი, შესაძლოა არასრული საათის ძინავს, ბიოლოგიური საათები აქვს ძილსაც, ან შესაძლოა ახერხებს დაძინებას დროულად, მაგრამ ზედაპირულია ეს ძილი. აი ესეც უკვე აფერხებს მერე ხელს უწყობს უბრალოდ ამ დაღლილობას, კიდევ უფრო მეტად დაღლილია ადამიანი და ხა წარმოიდგინეთ, როდესაც ეს ყველაფერი, ანუ ეს სტრესული მდგომარეობა, ეს დაძაბულობა უკვე გადადის ქრონიკულ მდგომარეობაში, ამ დროს ემოცია, ამ ემოციებს გულისხმობ, რომელიც არასასურველია, უფრო ძლიერდება და ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება მოუწიოს მას ასეთ ყოფაში ცხოვრება და მთელი ცხოვრება იყოს ესეთ მდგომარეობაში. ანუ ეს არის ჩათვალეთ, რომ ეს არის გადარჩენის რეჟიმი. ეხლა თქვენ ალბათ გაგიგიათ ისიც, რომ ადამიანს უთქვას, რომ უფრა ბედნიერი ვარ, გათენდა, კიდე კაი გათენდა. ანუ ბედნიერი ვარ, კარგია რომ ვამბობთ, მაგრამ აი უკვე რო გიხარია გათენება, თითქოს იცი, აი ეხლა გათენდა და ეს უნდა იყოს ბუნებრივი მდგომარეობა, ყოველ დღეს უნდა ვაფასებდეთ, რა თქმა უნდა, და უნდა გვიხაროდეს, მაგრამ ნახეთ როგორ არის მთავარია გადარჩა. აი ეს არ უნდა აგვერიოს, აი ძალიან ისეთი ზღვარია რა მათ შორის. ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერები და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყოველი წამი საჩუქარია ცხოვრების სიცოცხლის ყოველი წუთი და მადლიერებიც უნდა ვიყოთ და უნდა გვეხაროდეს, მაგრამ
როდესაც უკვე აი რაღაცა თავარია ეს დღე ამან ჩაიაროს, თავარია დღეს რაღაცა შფოთვა ნაკლები მქონდა, თუ მეტი მქონდა, აი კონცენტრაციას, როდესაც მუდმივად აკეთებ იმაზე, რომ შიში, ერთი სიტყვით შიშის ქვეშ ცხოვრობ ადამიანი. აი ეს არის გადარჩენის რეჟიმი. ამას ვეძახით გადარჩენის რეჟიმში ცხოვრებას. ეს ამ მდგომარეობაში გადასვლა არ ხდება უცბად, აი რაღაცნაირად გავიღვიძე და ამ რეჟიმში გადმოვაერთე საცხოვრებლად. არა, ესე არ ხდება. რა თქმა უნდა, ეს ხდება ძალიან ნელა, შეუმჩნევლად. მე ვახსენე უკვე ტრავმების, სტრესული მდგომარეობა, სიტუაციები, რომელიც არასასურველი იყო, რაღაცა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ იმ პერიოდმა გაიარა, ძალიან დიდი დრო გავიდა და ეს ნელ-ნელა სტრესული ფონი რო არ გადის, ყოველდღიური სტრესები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს და ცხოვრებაში სულ არის, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეუძლიათ ამ სტრესის მალე გადალახვა. არა ჩარჩენა, არა გაჭედვა, ანუ უბრალოდ როგორ ხდება, იცით, ზოგჯერ არის, რომ ჩვენ ემოციებს, ჩვენ შეგრძნებებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ან ემოციას ვმალავთ, ვითომ გონია, რომ ან მივაძინეთ, ან დაუმალეთ, ან ქვეცნობიერში მას ვერ მოატყუებთ. ამ ჩვენს სხეულს ვერ ვატყუებთ და ვერც ტვინს ვერ ვატყუებთ, ასე რომ მოტყუებას აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. არ ვიცი, ხა ამის 1000 გვარი გზა არსებობს, კიდევ როგორ უნდა გამოვიდეთ. ანუ, როდესაც ბევრი წელი, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ადამიანი ცხოვრობს ასეთ მდგომარეობაში, მას უკვე გონია, რომ ეს არის ნორმალური მდგომარეობა, ამ რეჟიმში ცხოვრება და სინამდვილეში ეს არის ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირება. და ეხლა უნდა აღვნიშნო აუცილებლად ის, რომ სწორედ ეს არის ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი. ძალიან ხშირად, ხო, წაღან თქვი, რომ თავის ტკივილი იცის, წნევის მატება იცის, ამ პირიქით, რა ვიცი, სხვადასხვანაირად აქვს, ხო? ნახეთ, ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს სიმპათიკური ნერვი და პარასიმპათიკური. ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ანუ პარასიმპათიკური ნერვის სისტემია, რომელიც უბრალოდ პასუხისმგებელია სიმშვიდეზე, ესაც გვაქვს, ხო? და როცა ეს ორი სისტემა ერთმანეთთან არის ბალანსში, მაშინ მოდის ჯანმრთელი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებები. ახლა მე მინდა გითხრათ მთავარი ნიშნები, როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენ იმყოფებით გადარჩენის რეჟიმში და ამ რეჟიმით ცხოვრობთ. პირველი ძალიან ესეთი ადვილი ამოსაცნობი ის არის, რომ ძალიან ხშირად ან მუდმივად, შეიძლება მუდმივადაც კი, ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე იმყოფება შფოთვის მდგომარეობაში. ანუ მისი სხეული შფოთავს, არ ვიცი, აი კარგ ადგილზე, სასიამოვნო ადგილზეა და იქაც შფოთავს. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი. მაგრამ ეხლა ამ ნიშნებს ჩამოვთვლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა ნიშანი უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ ამ რეჟიმში იმყოფებოდეთ. უბრალოდ დააკვირდით თქვენ თუ ხართ ამ მდგომარეობაში. ანუ სხეული ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ამ რეჟიმით ცხოვრობს ადამიანი, არის მუდმივად დაძაბული. მუდმივად, ანუ კუნთებია ეს დაჭიმული და ადამიანს უჭირს მოდუნება. წეგანაც აღნიშნე და ეხლაც ვიტყვი, რომ აქვს თავისუფალი დრო, შეუძლია დაისვენოს, მაგრამ ტვინი ვერ ისვენებს. მას აქვს ისეთი შეგრძნება, რომ სულ მუდმივად რაღაც უნდა აკეთოს. ანუ თუ ვერ აკეთებს, უჩნდება დანაშაულის შეგრძნება. ესეთი რაღაცებიც ხდება. ასევე, როდესაც ადამიანს აქვს უცბად აი სწრაფი ემოციები, აი სწრაფი რეაქციები სხვადასხვა მოვლენაზე მაგალითად, უცბად ბრაზდება, შეუძლია იტიროს, ან ტირილი უნდა, ან რაღაცა აგრესია აქვს.
ანუ ენერგიის ნაკლებობა მუდმივად როდესაც გადაღლილია შეიძლება არაფერი არ აკეთოს და დაღლილი იყოს, იმიტომ რომ ტვინი არ ეთიშება ამ დროს, ჩვენ არ ვასვენებთ ამ დროს ჩვენ ტვინს. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ყველა მიცოდეს, ასევე ადამიანებს აქვთ ხოლმე ძლიერი გაკონტროლების მოთხოვნილება. ანუ მათ სურთ რომ ყველაფერი აკონტროლონ. მიუხედავად იმისა, ეს სხვისთვის სასურველია, არ არის სასურველი, ან ეხა რო წვიმს, თოვს და წვიმის, რა ვიცი მე, ესეთი ამინდია, ქარია, ვერ გააკონტროლებ ამას შენ. ვერც იმას გააკონტროლებს ადამიანი, მანქანით რომ მიდის, რა თქმა უნდა, ეხა სიფრთხილე ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ არის ესეთი სიტუაციები, რომ ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ვერ გავაკონტროლებთ. მაგრამ ასეთ ადამიანს აქვს ხოლმე კონტროლის ძალიან ძლიერი მოთხოვნილება. აი მაგალითად, თვითმფრინავში შეუძლია აკონტროლოს აი ყველაფერი, ესეთი ფაქტიც მომისმენია ადამიანისგან, რომ მას აქვს არ შეუძლია, აი უყურებს მაგალითად გამცილებას, ბოროტ გამცილებას, იქ ხმას უსმენს, იქ რა ხდება, ну არ ვიცი, აი ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, ხო? ამას მიაქციეთ ყურადღება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ასეთ ადამიანებს აქვთ ხოლმე შიში მომავლის. და როდესაც ადამიანს აქვს მომავლის შიში, თავისთავად ცხადია, ის ვერც გეგმებს შეადგენს, ვერც ვერ გააკეთებს ისეთ, ვერ დაისახავს ისეთ მიზანს, რომელიც რეალურად შედეგამდები იყვანს, იმიტომ რომ აი გონია რომ რაღაცა მოხდება ხვალ. ისეთი აზრები მოსდის, რომ რაღაცა უნდა მოხდეს. ნუ ხვალ შეიძლება არ იყოს საერთოდ. კი, გასაგებია, ეს დრო და დრო უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფიქრებით და ამ ემოციებით ვიცხოვროთ, ხო? და ეხლა ჩდება მთავარი კითხვა. როდესაც რეალურად საფრთხე არ არსებობს. ნუ ხო ვთქვი მე, რომ არ არის მიზეზი და ადამიანს ემართება ესეთ რაღაცები, ხო, უმიზეზოდ. როდესაც არ არსებობს რეალური საფრთხე, რატომ ვრჩებით გადარჩენის რეჟიმში და რატომ ცხოვრობთ ამ მდგომარეობით? და ეს არის ის, რაზეც უკვე რამდენი ხანია განვიხილავ და YouTube-ზე დევს ჩემი ვიდეოები, როგორ იმახსოვრებს სხეული ჩვენს მდგომარეობას, ტრავმებს, სტრესებს, როგორ იქნება ნეირონული ქსელები და ვერ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ტვინი იმახსოვრებს შაბლონებს და დიდხანს სტრესში ყოფნის დროს ტვინი უკვე მიეჩვია ამ რეჟიმს. ახლა ამ მდგომარეობას აკონტროლებს ამიგდალა, ხო, ტვინის ერთ-ერთი უბანია და სწრაფად რეაგირებს ამაზე, იმიტომ რომ სხეული დაიცვას და თავდაცვის რეჟიმი ქვია ელემენტარულად, ეს არის თავდაცვის რეჟიმი. ხო, სხეულის მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ეპიგენეტიკა არის აქ ჩართული. გონება მიცის, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად, იმიტომ რომ არაფერი ისეთი, აი ლოგიკურად რო დაფიქრდება ადამიანი, იცის, რომ ყველაფერი კარგად არის, ხვალაც კარგად იქნება თუ ზეგაც, ან როგორც იქნება, ისე იქნება, იმიტომ რომ როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ მისი სხეული დაძაბულია, ვერ ადუნებს, ანუ გონება რაც არ უნდა ფიქრობდეს, ფიქრიც აღარ არის უკვე საჭირო. მე ხო ვისაუბრებ ბევრი იმაზე, რომ ჩვენ ავტომატურად ვფიქრობთ უკვე ამ ცუდზე, როცა ცუდზე ფიქრობ, ადამიანი და ცუდის მოლოდინში ხარ, ეს ერთია, მაგრამ როდესაც უკვე ფიქრიც აღარ არის ცუდი და სხეულს ვეღარ ადუნებ, აი ეს არის უკვე სხვა მდგომარეობა, ხო? მაგრამ კარგი ის არის, რომ ჩვენი ტვინი არის პლასტიკური. ანუ ამას ეძახიან ნეიროპლასტიკურობას და რას ნიშნავს ეს? ტვინმა შეიძლება აი ჩვევა, რომელიც ჩვევაც დაიმახსოვრა სხეულმა, ან ჩვენ ჩვევებს ვეძახით, მისი გადაჩვევა შესაძლებელია და ახლის შესწავლა, ახლის დასწავლა.
ანუ თავისი უსაფრთხოების დაბრუნება, ანუ უსაფრთხოების განცდის დაბრუნება შეუძლია. სხეულის უსაფრთხოების განცდა რომ დაიბრუნოს და გადავიდეს სხვა რეჟიმში, ცხოვრების სხვა რეჟიმში. ეს არის ძალიან კარგი და დამამშვიდებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა. ასევე ახლა ის არ მიხსენებია და აუცილებლად უნდა გითხრათ ის, რომ აი ამას ამ ყველაფერს მიაქვს ძალიან დიდი ენერგია, სასიცოცხლო ენერგია. და ახლა ეს ენერგია, რომელიც უნდა დაგვეთმო ჩვენ განვითარებისთვის, შემოქმედებითობისთვის, რა ვიცი, ახლა წინსვლისთვის, ბედნიერი ცხოვრებისთვის და ასე შემდეგ, აღარ დაგვრჩა ეს ენერგია. აღარ რჩება ამ პროცესში სხეულის ენერგია, იმიტომ რომ მთლიანად დაიხარჯა თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში, წავიდა კუნთებში ეს ენერგია და კუნთები არის სპაზმა, შედაჭიმული, დაძაბული და ეს მნიშვნელოვანი ენერგია, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა სხეულის შინაგანი ფუნქციონირებისთვის, იმისთვის რომ სხეული იყოს ჯანმრთელი, ტვინი იყოს განვითარებაზე ვთქვი, ხო, განვითარებისთვის, აი ამ ყველაფრისთვის აღარ არის ენერგია. და ნახეთ რა ხდება, რა მინდა რომ გითხრათ, ორგანიზმში, როდესაც იწყება ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ანუ ეს სისტემა, აი ეს ციყვი, არ ვიცი რა ქვია ქართულად, ციყვს ეძახდით ხოლმე. ასევე კუჭნაწლავის ფუნქციონირება, იმუნური სისტემა, ეს ყველაფერი მოითხოვს ენერგიას, ხო, მუშაობს ენერგია, ყველაფერი ენერგია იცით თქვენ ძალიან კარგად. და ამას აღარ რჩება ენერგია და იმიტომ ხდება უკვე ფუნქციების დარღვევას რო ვიძახით. ანუ დაირღვა, ჰორმონალური დარღვევები მოყვება ამ ყველაფერს. და ჩნდება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემები. იმიტომ რომ სხეულზე, ეხლა კიდე ნახეთ რა უნდა მიგითხრათ. სხვათა შორის შეცვალე ქვეცნობიერში აქვს კარგად განხილული დისპენსას, დოქტორ ჯო დისპენსას, აი ეს ჩვენ ვისაუბრეთ სხეულის გარემოს და დროის მიღმა გასვლაზე. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? თუ არ გაქვთ ეს ვიდეოები ნანახი, აუცილებლად ნახეთ ჩემს YouTube არხზე და ასევე თხოვნა მაქვს რომ დალაიქოთ, თქვენი კომენტარები დაწევთ და გააქტიუროთ ეს ვიდეოებიც. წინასწარ მადლობას გეტყვით ამისთვის და ახლა დაუბრუნდები იმას, რაზეც ვსაუბრობდი. ანუ ნახეთ რა ხდება, ჩვენი კონცენტრაცია, როდესაც მიდის სხეულზე, გარემოზე და დროზე. აი მაშინ ეს მთელი ენერგია აქ იხარჯება და ის ენერგია, რაც ვისაუბრე ახლა, რომ ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, აღარ დარჩა ეს ენერგია. ახლა სხეულზე კონცენტრირდებით ამ გადარჩენის რეჟიმში, როდესაც ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, რატომ იცით, აი ჩემი სხეული უნდა გადავარჩინო. ნახე, გული მიცემს, ან თუ არ ხარ იმ დროს გულის ცემის არ გაქვს აჩქარებული, ან პულსი არ არის მომატებული, როგორც ხდება ხოლმე, მაინც იმაზე ფიქრობს ადამიანი, რომ აი ეხლა რომ ეს მოხდეს, აი მე რომ იქ წავიდე, ეხლა რომ ეს მოხდეს, ანუ ნახე გარემო სად გავიქცე მე ვინ მიშველის, ან რა იქნება, ან როგორ იქნება და ასევე დრო, ნეტარ როდის გაევა ეს დრო, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ანუ რამდენი დრო მჭირდება, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილო და აი ეს სამი კომპონენტი, რაზეც ვისაუბრე, აი სწორედ ამ გადარჩენის პრინციპის გამო ამ სამეულით ვიმართებით ჩვენ ამ შემთხვევაში. და აღარ ვფიქრობთ უკვე სერიოზულ გეგმებზე, სერიოზულ მიზნებზე. აღარ გვრჩება ამისთვის არც ენერგია, აღარ გვაქვს არც ამის სურვილი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალაც არ გვაქვს, დაღლილები ვართ. აღარც შემოქმედებითობა გვახსოვს, აღარც მიზნები და აღარც ამომავლო გეგმები. იმიტომ რომ ჩვენი ყურადღება ამ დროს გადატანილია გარემოზე, საგნებზე, სხვა ადამიანებზე, დროზე, ვინ რას იტყვის, რას იტყვიან ესე ну არ ვიცი 1000 რაღაცაზე. იმის გარდა, რომ ჩვენ იმ ყველაფრის გარდა, რაზეც რეალურად უნდა ვიყოთ გადართული, ხო?
აი ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი ენერგია უნდა გამოვანთავისუფლოთ სხეულიდან და მიმართოთ კვანტურ ველში იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი, რაზეც ვისაუბრე ამდენი, ჩვენი პოტენციური მომავალი რეალური გავხადოთ. და როდესაც ჩვენ გავანთავისუფლებთ სხეულს ამ გადარჩენის რეჟიმის მდგომარეობიდან და ჩვენ ავიმაღლებთ ცნობიერებას, ასე უფრო ძალიან ახლოს მივალთ აი სწორედ იმ უნივერსალურ გონთან, ანუ უნივერსალურ ინტელექტთან. ახლა მინდა შემოგთავაზოთ სხვა ყველაფერი უნდა ცხადოთ ხო ადამიანებმა შეიძლება მიხვიდეთ თერაპევტთან, ვიმუშაოთ, სხვა მეთოდებით მუშაობენ ამაზე. ერთი სიტყვით შემოგთავაზებთ პატარა ტექნიკებს, რაც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის სუნთქვითი პრაქტიკები, ანუ სუნთქვითი ტექნიკები. ეს ყველგან დევს ინტერნეტში, თუ ძალიან მარტივია, მაგრამ რეალურად მუშაობს. ეს არის აი რომელიც რეალურად მუშაობს, ნებისმიერი შფოთვის დროსაც, პანიკური შეტევის დროსაც მუშაობს, ანუ ამ დაძაბულობის მოხსნა, კუნთების მოდუნება რომ გამოახერხოთ, ხო? ანუ სუნთვის პრაქტიკა რას გულისხმობს? 4 წამის განმავლობაში ვაკეთებთ ჩასუნთქვას და მერე 6-8 წამის განმავლობაში ამოსუნთქვას. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. არის ასევე სხვა ტექნიკები სუნთქვის, მაგრამ ეს არის უნივერსალური, იმიტომ რომ არის ზოგჯერ მაღალი წნევა, ვისაც აქვს იმისთვის, აი მაგალითად სუნთქვის შეჩერება. ხო არის ტექნიკები სუნთქვის შეჩერებით. ისიც კარგად მუშაობს იმის შფოთვის მოსახსნელად, მაგრამ ის ვისაც მაღალი წნევა აქვს, არ შეიძლება რომ შეაჩეროს ეს სუნთქვა რამდენიმე წამიც კი უფრო ცუდად შეიძლება იმოქმედოს. ამიტომ აი ეს გამოვიყენეთ 4 წამი შეისუნთქეთ, 4 წამის მანძილზე და ამ სუნთქვას უფრო მეტი დრო მოანდომეთ 6-8 წამის განმავლობაში და ეს გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. 2-ჯერ ან 3-ჯერ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ერთჯერადად, ხო? დღის განმავლობაში უნდა დაასვენოთ თქვენი სხეული, უნდა მოადუნოთ სხეული და ახლა ერთჯერადი გაკეთებით ეს არ მოხდება. ამას ახლა დრო უნდა დაუთმოთ, რამდენჯერად შეძლებთ დღის განმავლობაში, მიეცით თქვენ თავს იმის უფლება, რომ ეს გააკეთოთ. სხვათა შორის გრძელი ამოსუნთქვა ნერვულ სისტემას მიაწვდის სიგნალს, რომ აღარ არის საფრთხე და ამ მეთოდით მშვიდდება სხეული. ასევე თუ გინდათ რომ დაძაბულობა სწრაფად შემცირდეს სხეულში, ამისთვის ძალიან კარგია სხეულის როგორც ამას ქვია სხეულის გადატვირთვა ამ ტექნიკას, ანუ შეცვალო ეს. ნახეთ რა ხდება. მხრები აწიე და მაღლა მაქსიმალურად და ძალიან ნელა დაუშვებ ქვევით. ესეც რამოდენიმეჯერ გაიმეორე. ასევე მიაქციეთ ყურადღება ყბის მოდუნებას და კიდე რა მინდოდა მეთქვა, ხო, აუცილებლად დამიწების ტექნიკა, ფეხები უნდა გედოთ მყარად მიწაზე, უმჯობესია თუ ფეხსაცმლის გარეშე ზაფხულში მაგალითად მიწაზე დადებთ ფეხებს, ან მიწაზე ივლით, ან გაამყაროთ ფეხი და თუ ოთახში ხართ, ეხლა შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, აი რაღაცნაირად გაღიზიანებული თუა, მაშინაც კარგად მუშაობს ადამიანისთვის, დადებთ ფეხებს მყარად მიწაზე და შეგრძნებებს გააკეთეთ, დააკვირდით თქვენ სტერფებს და იგრძენით სიმყარე მიწის. ანუ ესეც რა თქმა უნდა, ახლა რა ტექნიკებზეც რასაც ვსაუბრობ, ეს არ არის ერთჯერადი არც ერთი და ყველა უნდა გააკეთოთ ძალიან ხშირად, რამდენჯერაც მოგიწევთ ამის გაკეთება და მოადუნოთ ეს სხეული. ასევე არის ხელების მსუბუქი შეზანზარება და მნიშვნელოვანი არის ასევე კონტროლის შემცირება. ჩემთვის მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას მიან დიდი ენერგია და ძალიან აღიზიანებს ადამიანს და ძაბავს. ეცადეთ, რომ ყოველ დღე ერთი პატარა რამ მაინც არ გააკონტროლო. აი, რასაც აკონტროლებთ, შეგიძლიათ ჩამოწეროთ სია,
რა არის თქვენს რას აკონტროლებთ დღის განმავლობაში, დააკვირდეთ თქვენ თავს და ჩამოწერეთ ამ საღამოს. ან დაიწერეთ ყველა იმაზე, როდესაც შეამჩნევთ თქვენ თავს, თუ აკონტროლებთ, მაგრამ იცით საქმე რაში ამას წინააღმდეგობა კი არ უნდა გაუწიოთ. უბრალოდ, აი უნდა იყოს ისე, რომ ნელ-ნელა მოხდეს ამის შემცირება. არა ეხლა მე ჩემ თავს აუკრძალავ და ამას აღარ გავაკონტროლებ, ესე არ მუშაობს. აი პატარა რაღაცა მაგალითად არ გააკონტროლოთ. მაგალითად არ არის აუცილებელი ყველაფერი გააკეთოთ იდეალურად, ხო? არ მოსთხოვოთ. ანუ ამ დროს რა ხდება, იცით, ესეთი როგორ ადამიანებს ემართებათ ხოლმე ძირითადად ეს ამ რეჟიმში. აი ძალიან რო აქვთ, ზედმეტად რო აქვთ პასუხისმგებლობა აღებული საკუთარ თავზე. კი, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაზე, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მაგრამ გადაჭარბებული პასუხისმგებლობა სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს და სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანს აქვს აღებული პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, ყველაზე გარშემო ყველაფერზე ეს ჩვეულებრივად და როცა პასუხისმგებლობას იღებ კონტროლის რეჟიმში გადადიხარ დიდ პასუხისმგებლობას თუ სადაც გვეკუთვნის ეს პასუხისმგებლობის აღება რატომაც არა, აბა რა თქმა უნდა ეს უნდა დავაკეთოთ ხო? ხო, აუცილებლად შევამციროთ კონტროლი და კიდე რას გირჩევთ? კარგი არის ძალიან, ესე ძალიან გამოცდილი მეთოდია, ბანალურია თითქოს, მაგრამ კარგად მუშაობს, რაც თავია. ყოველ დღე ფეხით სეირნობა აუცილებლად თუ სპორტს თუ გააკეთებთ არ არის ცუდი, კარგია, მაგრამ არიან ადამიანები ესეთ მდგომარეობაში ვერ აკეთებენ, ან შეიძლება არ უხერხდებათ, ხო? ეცადეთ ყოველ შემთხვევაში, რომ თუ გექნებათ საშუალება, ბუნებაში მოახერხოთ სიარული. მე ვიცი ახლა რომ თბილისში ვინ ცხოვრობ არ არის პარკები, განადგურეს იქაურობა, მაგრამ ну თქვენ მაინც ეცადეთ ან გახვიდეთ ქალაქგარეთ, ან ზაფხული გაატაროთ ისეთ ადგილში, სოფელში, ან ну არ ვიცი, ეს ძალიან კარგი იქნება. აუცილებლად ასევე განტვირთვა გაუკეთეთ თქვენ თავს მარტო განცალკევდით ოთახში მედიტაციები კარგად მუშაობს, სხეულის მოდუნების მედიტაციები. მე ჩავწერე შემდეგში მედიტაციებსაც, მაგრამ შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ არსებობს მედიტაციები, რომელიც დაგეხმარებათ სხეულის მოდუნებაში და ვისაც არ გიყვართ მედიტაციები, უბრალოდ მუსიკა ჩავთეთ, შვიდი, წყნარი, ისეთი, რომელიც დაგამშვიდებთ რეალურად. და ის რაც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი არ არის ერთჯერად გასაკეთებელი, ამას დღეში რამდენიმეჯერ რაც მოგიხერხდება, სუნთქვის პრაქტიკა იქნება თუ ხელების ვარჯიში იქნება თუ დამიწების ტექნიკა იქნება, ფეხებს თუ დადებთ მიწაზე და შეგრძნებებს გააკეთებთ, ეს ძალიან კარგი იქნება და ნახეთ კიდე რა მინდა რომ გასწავლოთ, თქვენს აზრებს დააკვირდით, აზრებს, ემოციებსაც აზრებს პირველ რიგში, მაგრამ აქ კონტროლი არ მინდა რომ ჩართოთ, იმიტომ რომ კონტროლი ისედაც აქვს ამ ადამიანს და ეხლა აზრების, აი როდესაც მოვა რაიმე აზრი და მიხვდებით რომ აი რაღაცა არასასიამოვნოა, ну შენიშნავ ამ აზრს და დააფიქსირე უბრალოდ და ჩუმად უთხარით, თქვი თქვენ თავს უთხარით საკუთარ თავს, რომ ეს მე არა ვარ, ну არასასიამოვნო აზრი როდესაც მოდის. ეს არის ჩემი ნერვული სისტემა და მე ამით ის მიცავს, მას უნდა რომ დამიცვას. ეს თვითონ ეს ფრაზაც შეამცირებს თქვენს შფოთვას და შედეგსაც დაინახავთ, თქვენ თვითონ დაინახავთ. ვინც ახლა რეალურად გააკეთებს ამ ყველაფერს, მე შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. ხო, და ამ რეჟიმის შემდეგ, ამ როდესაც გამთავისუფლდებით ამ სიტუაციიდან გამომდივართ, ნელ-ნელა ამას დრო ჭირდება, ეს არ მოხდება ძალიან მალე და უცბად და ეს დღეში და ეს დღეში. რამდენიმე ხანი ჭირდება ამას, უნდა მუდმივად იმუშაოთ საკუთარ თავზე. შემდეგ უკვე გადავალთ შემოქმედებით რეჟიმზე და ეხლაც აი რაღაცნაირად ეცადეთ, ვინც ამ მდგომარეობაშია, დაიბრუნოს ეს აქტიურობა, შემოქმედებითობა, ან მაგალითად წიგნის კითხვა დაგეხმარებათ ელემენტარულად. ხატვას ძალიან კარგი შედეგები აქვს.
რაღაცის დაგეგმა, თუ არ შეგიძლიათ, აი ძალიან ბევრს ასეთ მდგომარეობაში ხარ, რომ კითხო, რომ აი 5 წლის მერე შენი თავი როგორია, ან რა გეგმები გაქვს 5 წლიანი გეგმები. საერთოდ ზოგადად 25 წლიან გეგმებსაც წერთ ხოლმე, მაგრამ ნუ კარგი დავანებოთ თავი 25 წელს 5 წლის გეგმასაც ვერ გეტყოს, რა ვიცი, ხა ხვალ რა იქნება, ის არ ვიცი და 5 წლის მერე რა ვიცი, რა იქნება. მაგრამ სინამდვილეში ადამიანს უნდა შეეძლოს ეს ყველაფერი. ესე იგი თუ ნორმალურად აი კარგი ისეთი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფ ადამიანს 5 წლისაც 10, 15 და 20 და 25 წლის გეგმებიც აქვს დაწყობილი, ვიც შემდგომ რეალიზაციას გაუკეთებს. ასე ხდება ხოლმე, ხო, წარმატებული ადამიანები ესე აკეთებენ. და თუ შენ იმის წარმოდგენაც პირობითად ვამბობ შენს, არ შეგიძლია რა იქნება 5 წლის მერე, 1 წლის მერე, 10 წლის მერე და რაღაცნაირად ეს ჩათვალე რომ აი ამ გადარჩენის რეჟიმში იმყოფები. თუ არ გაქვს მაგის წარმოსახვა ხა ბევრს არ შეუძლია ისედაც აიცით წარმოსახვებზეც მუშაობაა საჭირო. არ შემიძლია წარმოვიდგინო. ანუ ნახეთ რა ხდება ამ დროს ოცნებებიც კი არ შეუძლია ადამიანს. ჩვენ კი გვასწავლეს ბავშვობაში. არ ვიცი ხა ჩემ თაობას რომ რა მეოცნებია, ის რაღაცნაირად იძახენ ხოლმე. არ არის ეს ოცნებაო, რას ოცნებობ და ეს ფრაზები, წამოსვლილი ფრაზების თუ არ გვასწავლეს ყოველ შემთხვევაში, ეს ფრაზებიც ხელს გვიშლიდა და ჩვენს ქვეცნობიერს აპროგრამებდა რომ ოცნება არა ისა. და ეხლაც არიან ესეთი ადამიანები. ძალიან ბევრი. განსაკუთრებით იყო ჩემს ახალგაზრდობაში, რომ კარგი რამე ოცნებე ხარ და ნამდვილად ოცნებები ძალიან კარგია, ადამიანს უნდა შეეძლოს და როცა გადარჩენის რეჟიმით ცხოვრობს ადამიანი, არც ოცნება შეუძლია, არც სამომავლო გეგმებს ვერ დაისახავს, ვერც მიზნებს ვერ დაისახავს, რა თქმა უნდა. და როგორ ისმის ჩემი ხმა. ერთი სიტყვით უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს ნერვულ სისტემას და როცა უკვე ადამიანი როცა ნერვული სისტემა უსაფრთხოდ გრძნობს თავს, აუცილებლად შეძლებს გადავიდეს შემოქმედებით რეჟიმშიც და უბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს, ხო? ანუ ნახეთ, გადარჩენის რეჟიმიდან გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საკუთარ თავთან უნდა გამოვაცხადოთ ახლა ბრძოლა, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი უსაფრთხოება. არავითარ შემთხვევაში. ნელ-ნელა იმუშავეთ ამ ყველაფერზე და ბოლოს მინდა ერთი შეკითხვა დაგიტოვოთ. ესეთი და აუცილებლად დაუსვით თქვენს თავს ესეთი კითხვა და ეს დაგეხმარებათ გაცნობიერებაში. როდესაც დააკვირდებით სხეულს და იგრძნობთ, რომ დაძაბული ხართ, ან ვერ ისვენებთ, ან ესე მსგავსია, სიმპტომებია, შეკითხეთ საკუთარ თავს. ეხლა ნამდვილად საფრთხეში ვარ, თუ უბრალოდ ჩემი სხეული ცდილობს დამიცვას. და დამიჯერეთ, ეს პასუხი ძალიან დიდ გაცნობიერებას მოგიტანთ და ძალიან დაგეხმარებათ. რაღაცნაირად ცუდად აჩვენებს, მაგრამ მგონი ცუდი ჩანაწერი გამოვიდა, მაგრამ მთავარია ვისაუბრე. ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ და გთხოვოთ, რომ იმას ქნათ ინტერნეტში გადაზიარება, იმაში Facebook-ში აპლოდავ და იქ გააზიარეთ და YouTube არხზე ასევე გამიაქტიუროთ ეს ვიდეო. დიდი თხოვნა მექნება, ვინც ხურათ ბოლომდე, რა თქმა უნდა. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.